ვიწყებთ? გამარჯობა. ეს თუ ეს? დღევანდელ ეპიზოდში განვიხილავთ OnePlus-ის და Realme-ის ბატებს, განსხვავებული მიდგომა და განსხვავებული ფუნქციები. სანამ გავიკეთებთ თითოეული მოდელი რა ტიპის მომხმარებლისთვისაა გათვლილი, არ დაგავიწყდეთ, გამოიწვევთ ზუმერის არხი, რაც არ გამოტოვოთ ტექსტიახლები. Nordbud-ის ხაზში ეს მოდელი მიეკუთვნება mid-range segments და გათვლილია ყოველდღიურ სტანდარტულ მოხმარებაზე. ის იყენებს ტიტანის 12.4 მმ-იან დრაივერებს, ბასი კარგად გამოკვეთილია, ზოგადი აუდიო გამოცდილება კი სუფთაა და ამავდროულად დახვეწილიც. გარდა იმისა, რომ გაუჩარებრივ 12 საათის განმავლობაში თქვენს განკარგულებაშია, მისი кейსის დახმარებით დამატებით 54 საათსაც ღებულობთ. Realme T200-ის ჯერიც მოვიდა. ეს მოდელი 4 ფერშია წარმოდგენილი. T200 იყენებს 12.4 მმ-იან მასის დრაივერებს, საუნდი არის დაბალანსირებული და კარგად გაშლილი. OnePlus-თან შედარებით, ამ მოდელის ელემენტი ოდნავ სუსტია. გადაბმულად 10 საათის განმავლობაში მუშაობს და кейსის საშუალებით დაახლოებით 50 საათი ძლევს. რომელია თქვენი ფავორიტი? OnePlus-ი თუ Realme? არ დაგავიწყდეთ, რომ ორივე მოდელი გელოდებათ ზუმერში. კარგად!